Teraz słuchasz podcastu Polski z Lili. Tutaj nauczysz się czegoś nowego w ciekawy sposób, żebyś poprawił gramatykę, rozumienie ze słuchu i zaczął mówić po polsku. Słuchając tego podcastu możesz się uczyć polskiego gdzie tylko chcesz, w dowolnej sytuacji lub w dowolnym czasie. Więc zaczynamy! Dzień dobry, witam jeszcze raz. Teraz słuchasz podcastu Polski z Lili, odcinek 4. დღემშვიდობისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ახლა თქვენ უსმენთ გადაცემას პოლონური ლილისთან ერთად მეოთხე ეპიზოდს. იმედი მაქვს ხალისიანად ატარებთ დღევანდელ კვირადღეს და თან აი ეს გადაცემაც დაგეხმარებათ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიოთ და დაიწყოთ პოლონურად უკეთესად საუბარი. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ეხება ისევ გრამატიკას და ეს იქნება ნომერი მეორე ეპიზოდის გაგრძელება, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ ზმნების უღლებაზე აწმყო დროში. ანუ ახლანდელ დროში, ხო, ჩვენ ავიღეთ რამოდენიმე ზმნა და განვიხილეთ აი ამ ზმნების ტიპები. ძირითადად ორ ტიპზე ვისაუბრეთ წინა გადაცემაში და დღესაც კიდევ ორ ტიპზე ვისაუბრეთ. ესე იგი, ჩვენ განვიხილეთ ისეთი მოქმედებები, ანუ ზმნები ავიღეთ და ჩავსვით სხვადასხვა პირში, ხო? აი მაგალითად გაკეთება, ხო? მე ვაკეთებ, შენ აკეთებ, ის აკეთებს, ჩვენ, თქვენ, ისინი და ასე შემდეგ. ესე იგი, ყველა პირში ვაუღლეთ ეს ზმნა. დღეს ვისწავლით კიდევ ორი ტიპის ზმნას და თუ არ გინახავს მეორე ეპიზოდი, აუცილებლად მოусმინეთ და ისევ დაგვიბრუნდით. ახლა კი, ვინც მოусმინა მეორე ეპიზოდს, გადავიდეთ ჩვენს გაკვეთილზე და წავიდეთ წინ. შეგახსენებთ, რომ ამ ეპიზოდის კონსპექტი, ანუ მოკლე ჩანაწერი, შეგიძლიათ გადმოწეროთ აი ამ ეპიზოდის აღწერაში, გადახვიდეთ ლინკზე და გახსნათ ფაილი. და ესე იგი მათთვის, ვინაც წინა ზმნების აგებულება უკვე იცის, ბევრ ახსნას აღარ დავიწყებ, რადგან ეს წაგვართმევს ბევრ დროს, მაგრამ უკვე გეტყვით მიღებული ცოდნის საფუძველზე, რომ დღევანდელი ზმნები დიდად არ იქნება განსხვავებული. აი გახსოვთ, ხო, ალბათ წინა გრამატიკის გაკვეთილში ავიღეთ საუღლებლად ზმნა ლუბიჩ, ხო, როგორ ვაუღლეთ ეს ზმნა ახლანდელ დროში და ჩავსვით ყველა პირში, რა თქმა უნდა, ხო, აი მაგალითად მე მომწონს, შენ მოგწონს, ის მას მოსწონს და ასე შემდეგ. და ალბათ გახსოვთ, ხო, აი ამ ზმნის დაბოლოებები რა იყო? აი პირველ პირში რო ემატებოდა ე, მეორე პირში რო ემატებოდა შ და ასე შემდეგ. ახლანდელი ზმნა კი, რომელსაც აგიხსნით, იგივე ტიპის იქნება, ოღონდ ცვლილებები, ოდნავ ცვლილებები შეეხება პირველ და მესამე მრავლობით პირს, ანუ სულ ბოლო პირს. ესე იგი, პირველს, სადაც ვამბობ მე, ხო, მაგალითად, მე ვცეკვავ, მე ვამთავრებ და ასე შემდეგ და ბოლო პირს, ანუ ისინი ცეკვავენ, ისინი ამთავრებენ. გთხოვთ ყურადღებით უსმინოთ, რადგან მალევე გეტყვით, თუ როგორ უნდა გამოიცნოთ, თუ რაზე უნდა დააბოლავთ, რომელი ზნაი, რა დაბოლოებები ექნება და საიდან უნდა მიხვდეთ ეს ცვლილება არის საჭირო, თუ არ არის საჭირო, ასე რომ დამოუკიდებლად შეძლებთ უკვე ზმნების უმეტესობის უღლებას. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ არსებობს არაწესიერი ზმნებიც, ანუ ისეთი ზმნები, რომლებიც აი ამ წესებს არ ემორჩილება, ასე ვთქვათ და გვიწევს დაზეპირება. არაწესიერობები არის ყველა ენაში, ხო? აი ამ მხრივ მით უმეტეს პოლონური ენაც არ არის გამონაკლისი. აი ამ გამონაკლისებზე კი მოგვიანებით ეპიზოდებში ვისაუბრეთ. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენი დღევანდელი ტიპის ზმნას, რომელიც მინდა აგიხსნათ. ავიღოთ აი მაგალითი ზმნა, მაგალითად kończyć, დასრულება ან დამთავრება და ვაუღლოთ და თქვენ დაინახათ თუ რა ცვლილებებზეა ახლა საუბარი. და თან გირჩევთ, რომ თვალი მიადევნოთ აი ამ ეპიზოდის კონსპექტს, სადაც მაქვს მოკლედ დაწერილი ყველაფერი დღევანდელი ზმნების შესახებ, რასაც ვაუღლებს თავისი დაბოლოებებით და ასე შემდეგ. და თან გაგიადვილდებათ აი ამ ზმნის ამოცნობა და დაინახავთ თუ როგორ იკითხება აი ეს ზმნა. მაგალითად, kończyć, თუ თქვენ დააკვირდებით კონსპექტში, ის იწერება მაგარი ითი. ანუ მე ვამბობ kończyć
და არა კონჩიჩ, ხო? ანუ მაგარი ი არის როგორც y, ხო? პოლონურში მაგარი ი იწერება როგორც y ასობგერა და გამოითქმის როგორც კონჩიჩ. ესე იგი თითქოს ესა და ის შუაში. კონჩიჩ და ესე იგი არა კონჩიჩ, ხო? ასეა. ჩავსვათ პირველ პირში, მე ვასრულებ. ხო, მე ვამთავრებ. აბა გავიხსენოთ წინა გაკვეთილიდან როგორ ვიქცევით, სანამ ზმნას ჩავსვათ პირველ პირში, ესე იგი ვუყურებთ რას? საწყის ფორმას, ხო? კონჩიჩ გვაქვს უკვე დასრულება, რას ვაშორებთ? ალბათ უკვე გახსოვთ, ხო? აი ამ ბოლო ასობგერას, ჩივ ასობგერას, შემდეგ დაგვრჩება ფუძე, კონჩი და დაბოლოებებიც ალბათ გახსოვთ წინა გაკვეთილიდან თითქმის იგივე იქნება, ოღონდ აი ამ შემთხვევაში რა არის ცვლილება? აქაც დაემატება პირველ პირში, როგორც წინაში, მაგალითად ლუბიჩ რო ვაუღლეთ, ხო გახსოვთ აი იმის მსგავსად, აქაც დაემატება. ოღონდ რაც შეიცვლება არის ის, რომ სანამ ასობგერას დაამატებთ, ხო? დარჩენილ ფუძეს, აი კონჩი, რაც დაგვრჩა, ამას ასევე ასობგერაც უნდა ჩამოაშოროთ. ესე იგი, ფუძეში არ ვტოვებთ კონჩი, არამედ ახლა რადგან უკვე ასობგერას ჩამოაშოროთ, დაგვრჩება კონჩი. კონჩი. აი ეხლა კი შეგვიძლია უკვე ეს ჩვენი დავამატოთ, ხო? ესე იგი რა გამოგვდის? მე ვასრულებ კონჩ ხო? კონჩე, მე ვასრულებ, მე ვამთავრებ. ესე იგი არ ვამბობთ კონჩიე, არ ვამბობთ, ანუ ვამბობთ უბრალოდ კონჩე. აი თუ დააკვირდებით, რთულიც არის მაგარი იდან ეგრევე ხმოვანზე გადახვიდე, ხო? კონჩიე. აი ვიცი რომ რაღაცნაირად ჟღერს სასაცილოდ, მაგრამ ასეა, ხო? რთულია და ასეთი სტრუქტურაც არ მოიპოვება პოლონურ ენაში, ანუ საკმაოდ რთულია წარმოსათქმელად, რომ მაგარი იდან გადავიდეთ ეგრევე ხმოვანზე, მაგალითად ამიტომაც არ ვამბობთ კონჩიე. უბრალოდ კონჩე. უფრო ადვილია, ხო? თუ ის ამოვაგდებთ. კონჩე, მე ვასრულებ. ახლა კი გადავიდეთ მეორე პირზე, ესე იგი მთავარი ცვლილება, რაც იყო აი ამ ზმნაში, უკვე ავხსენით, დანარჩენი კი, როგორც უკვე გითხარით, არაფერი ცვლილებები არ ხდება. ანუ ვიხსენებთ წინა გრამატიკის გაკვეთილის მასალას. ფუძე გვაქვს, რა თქმა უნდა, კონჩი, ანუ აქ უკვე ის ჩამოშორება აღარ არის საჭირო, ჩვეულებრივად კონჩიჩ გვაქვს ზნა, ვაშორებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩუ ასობგერას, აი ამ ბოლო ასობგერას, გურჩება კონჩი. ეხლა კი მეორე პირში აბა რას ვამატებთ? წინა გაკვეთილიდან თუ გვახსოვს, ანუ შენ, ეხლა უნდა ვთქვათ შენ ამთავრებ, კონჩი ვამატებთ ხო? ესე იგი კონჩიშ, შენ ამთავრებ. მესამე პირი, ანუ ის ამთავრებს, ან ონა, ხო? ან ონა. აბა რა ხდება მესამე პირში? კონჩი, ხო? ანუ ესე იგი ცარიელი ფუძე გვრჩება, ხო? კონჩი. ახლა კი მრავლობითში გადავდივართ, ხო? ანუ სადაც ვამბობთ ჩვენ, თქვენ და ისინი. აბა როგორ იქნება? ჩვენ ვამთავრებთ. ანუ ჩვენ, ფუძე რა არის? კონჩი და რას ვამატებთ, როცა ვსაუბრობთ ჩვენზე? გავიხსენოთ, კონჩი ესე იგი კონჩი ჩვენ ვამთავრებთ. ახლა კი მეორე მრავლობითი პირი, ანუ თქვენ, სადაც ვამბობთ თქვენ, ხო? თქვენ ამთავრებთ, თქვენ ცეკვავთ და ასე შემდეგ, ანუ თქვენ, ფუძე კონჩი, აბა რა ემატება, გავიხსენოთ, კონჩი ჩე, კი ბატონო, კონჩიჩე, თქვენ ამთავრებთ. და მოვედით უკვე აი ვართ ბოლო პირის უღლებაზე, ანუ ისინი, ხო? ბოლო მესამე მრავლობითი პირი. ისინი, როგორც ვახსენეთ ცვლილების შესახებ, აქაც პატარა ცვლილებაა და აი რა ცვლილებაზეა საუბარი? იგივე ცვლილება, რაც წეღან მოხდა პირველ პირში. ანუ გვაქვს ფუძე კონჩი, ხო? ანუ ჩი რო ჩამოვაშორეთ, გვაქვს ფუძე კონჩი და ანუ რა უნდა ამოვაკლოთ, სანამ
ბოლო პირის დაბოლოებას დავამატებთ. უნდა ამოვაკლოთ ი, ხო, როგორც პირველ პირში მოვიქეცით, ესე იგი აქაც დაგვრჩება ფუძე კონჩ. ახლა კი შეგვიძლია ეგრევე დავამატოთ მესამე მრავლობითი პირის დაბოლოება, ხო? აი, გავიხსენოთ რა არის მესამე მრავლობითი პირის დაბოლოება წინა გაკვეთილიდან. შეგვიძლია დავამატოთ პირდაპირ კონჩ, ანუ რაც დაგვრჩა იმას. ოუ, პირდაპირ კუდიანი ა, ანუ ხო, ესე ვეძახით, კუდიანი ა. ოუ, რომელიც იკითხება როგორც ოუ, ესე იგი მისი დაბოლოება ბოლო პირისა, ისინი ამთავრებენ ონი, ან ონე, ისინი კონჩოუ ამთავრებენ კონჩ ფუძეს პლუს ოუ. ესე იგი, მოკლედ ცვლილება შეეხო პირველ და ბოლო პირს, სადაც ორივეგან მოვაშორეთ ი ასობგერა და თუ დააკვირდებით საერთოდ პოლონურ ენაში სტრუქტურით აგებულებით ფუძით პირველი და ბოლო პირი თითქმის ყოველთვის ერთნაირია ხოლმე. აი რას გულისხმობ. დააკვირდით პირველ პირში რაც ცვლილებაც ხდება, იგივე ცვლილება ხდება ბოლო პირში. პირველ პირში თუ ჩამოვაშორეთ ი, ბოლო პირშიც აუცილებლად უნდა ჩამოვაშოროთ ი. ერთადერთი განსხვავება რაც რჩება პირველ და ბოლო პირს შორის არის ის, რომ პირველი პირი ბოლავდება კუდიან ეზე, ანუ ამ შემთხვევაში ია კონჩე, ხოლო ბოლო პირი ბოლავდება კუდიან აზე. ონი, ონე, კონჩოუ ისინი ამთავრებენ. ხო, აი ერთადერთი არის აი ეს განსხვავება მათ შორის. მოდით ახლა ავიღოთ მსგავსი ზმნა, ვაუღლოთ ის და შევამოწმოთ რამდენად გავიგეთ. მაგალითად ავიღოთ ტაინჩეჩ. ცეკვა. ესეც მსგავსია, ხო, აი ესეც ბოლავდება მაგარიზე და ჩილზე, შესაბამისად იგივე უღლების პრინციპი და იგივე წესები იქნება. პირველი პირი, ანუ მე ვცეკვავ, აბა დავფიქრდეთ როგორ იქნება. ესე იგი, როგორც ყოველთვის ვაშორებთ რას? ვაშორებთ ბოლო ასობგერა ჩ, მაგრამ რახანაც პირველი პირია, ასევე ვაშორებთ რას? მაგარ ის, ხო, ესე იგი, ფუძე დაგვრჩება ტაინჩ. და ვამატებთ ეხლა უღლების დაბოლოებას. მე ვცეკვავ, ესე იგი, იქნება ja tańcz plus ja tańczę. მე ვცეკვავ. ძალიან კარგი, გადავიდეთ მეორე პირზე, შენ ცეკვავ. ты, ანუ შენ. ახლა გავიხსენოთ. ვაშორებთ რას? ჩ ასობგერას, კი, მართალია, ჩ, იმიტომ რომ მაგარ ის მხოლოდ ვაშორებთ პირველი პირიდან, ხო? ესე იგი, ფუძე გვაქვს რა? ტაინჩი. და რას ვამატებთ დაბოლოებას? ты ტაინჩიშ. ты ტაინჩიშ. შენ ცეკვავ. მესამე პირი ის ცეკვავს on ან ona ის. აბა რა ხდება ამ დროს მესამე პირში? ანუ ცარიელი ფუძე გვრჩება, ხო? ვაშორებთ ასობგერად ჩ, ესე იგი გამოგვდის on, ona, tańczy. ის ცეკვავს. გადავდივართ მრავლობით რიცხვში. ახლა გავიხსენოთ, როდესაც ვამბობთ მე, ანუ ჩვენ, რა დაბოლოებას ვამატებთ ფუძეს? ფუძე გვაქვს, რა თქმა უნდა, tańczy. ხო, ანუ ჩ-ს ჩამოშორების შემდეგ აი ეს გვრჩება. მე, სწორია, ისევ მე დაბოლოება უნდა დავამატოთ. ანუ მე tańczymy. ჩვენ ვცეკვავთ. ახლა თქვენ ცეკვავთ. თქვენ, ანუ ვი, ფუძე გვაქვს, რა თქმა უნდა, tańczy. აბა გავიხსენოთ, რა დაბოლოება უნდა დავამატოთ? რა თქმა უნდა, ჩე, როგორც ყოველთვის, ხო? ესე იგი, რა გამოგვდის? ვი, თქვენ, tańczy, ფუძეს პლუს ჩე, ვი tańczycie. თქვენ ცეკვავთ. და ყურადღებით ბოლო პირი, ონი ან ონე, ისინი. გავიხსენოთ, რა გვაქვს ფუძე? რა თქმა უნდა, ვაშორებთ ჩ-ს ფუძიდან. ასევე რას ვაშორებთ?
ანუ ვიქცევით ისე როგორც პირველ პირში, ასევე ვაშორებთ I ასობგერას. ხო, ესე იგი დაგვრჩა ფუძე რა? Tańczy. კი ბატონო, და რას ვამატებთ? ესე იგი oni, one ისინი tańczą. ისინი ცეკვავენ. Oni, one tańczą. როგორც ხედავთ, ძირითადად ცვლილება ეხება ხოლმე ზმნის უღლებისას პირველსა და ბოლო პირს. მე თქვენ აი ამ ეპიზოდის დასაწყისში გითხარით, რომ გეტყვით, დაგპირდით, რომ გეტყვით, თუ როგორ უნდა გამოიცნოთ თქვენ თვითონ დაბოლოება პირველ პირში ან ბოლო პირში ზმნას შეცვლება თუ არა და რა დაბოლოება დაემატება, ხო? რომ თქვენ თვითონ შეძლოთ აიღოთ ზმნა და აი რო დაგჭირდებათ დამოუკიდებლად აუღლოთ. წინა გრამატიკის გაკვეთილიდან თუ გახსოვთ, ჩვენ ავხსენით ასევე ორი ტიპის ზმნა, რომლებიც პირველ პირში ან ბოლოვდებოდა მ-ზე, ან ე-ზე, ხო? ან მ, ან ე. მაგალითად, ავხსენით zaczynać, დაწყება, ხო? რომელიც ბოლოვდებოდა მ-ზე, შესაბამისად, პირველი პირი იყო ja zaczynam. და არა ja zaczynaję, ხო? როგორც დღევანდელ შემთხვევაში ე-ზე არ ბოლოვდებოდა ეს ზმნა, არამედ მ-ზე. ან ვახსენეთ ზმნა oglądać, ყურება და ასევე იყო მ-ზე დამთავრებული, ხო? ja oglądam. და არა ja oglądaję, ან რაიმე სხვანაირი, ხო? ასევე ვახსენეთ ზმნა lubić, ეს უკვე სხვანაირი ტიპის, ამჯერად ეს ზმნა lubić, ანუ მოწონება, თავრდებოდა პირველ პირში ე-ზე, ხო? ja lubię, ja lubię და არა ja lubim არ იყო, ხო ესე? და როგორ უნდა მივხვდეთ? უნდა დავამატოთ ე თუ მ. ესე იგი, ერთ-ერთი ხრიკი, ასე ვთქვათ, ვუყურებთ პირველ რიგში ზმნას საწყის ფორმაში. ვაკვირდებით, როგორ გამოიყურება ზმნა საწყის ფორმაში. ანუ ჩვენ უკვე ეს ვიცით ხომ რაც არის. როცა ზმნა არ არის ნაუღლები, როცა არაა ცნობილი, რომელ პირშია ჩასმული, ხო? მოქმედებას ვინ აკეთებს, მე ვაკეთებ, შენ აკეთებ, ის აკეთებს თუ ასე შემდეგ, ხო? როდესაც არის უბრალოდ კეთება, მოწონება, ყურება და ასე შემდეგ. ესე იგი, ვაკვირდებით. გვაქვს მაგალითად zaczynać, ხო? აი დავაკვირდეთ აი ამ საწყის ფორმას, დაწყება. ვუყურებთ ბოლო ორ ასობგერას, აი ამ ზმნის ბოლო ორ ასობგერას. შეხედეთ, zaczynać. ესე იგი, მისი ბოლო ორი ასობგერა არის ach. თუ ach-ზე ბოლოვდება ზმნა, ეს იმას ნიშნავს და იმის მანიშნებელია, რომ პირველ პირში ჩასმისას უნდა დავამატოთ, ესე იგი უღლებისას მ ასობგერა. ანუ zaczynać, ესე იგი იქნება ja zaczynam. მაგალითად oglądać, oglądam. otwierać, გაღება, otwieram, ვაღებ. zamykać, დახურვა, zamykam, ვხურავ. რაც შეეხება იმ ზმნებს, რომლებიც ბოლოვდება პირველ პირში ე-ზე, აქაც იგივენაირად ვიქცევით, ანუ ვაკვირდებით რა არის ამ ზმნის ბოლო ორი ასობგერა საწყის ფორმაში. მაგალითად, lubić, ესე იგი, მისი ბოლო ორი ასობგერა არის ich, ხო? lubić, ich-ზე ბოლოვდება. ესე იგი, რადგანაც ich-ზე ბოლოვდება, აი ეს არის იმის მანიშნებელი, რომ აი ეს ზმნა პირველ პირში უღლებისას უნდა დავაბოლავთ ე-ზე, ანუ როდესაც მინდა რომ თქვა მე, ხო? პირველ პირში მე მომწონს. ესე იგი იქნება ja lubię, ja lubię და არა ja lubim. იგივეა მაგალითად ზმნა robić, კეთება, ამ შემთხვევაშიც ესეც ich-ზეა დაბოლოებული, ესე იგი ამიტომაც robić, ja robię, მე ვაკეთებ, ესე იგი ე-ზე დავაბოლავებთ, ja robię. მაგალითად mówić, ასევე ლაპარაკი, ja mówię, ხო, მე ვლაპარაკობ. dzwonić, დარეკვა, ja dzwonię, მე ვრეკავ.
და ეპიზოდის მიწურულს უკვე დროა ვისაუბროთ ზმნის მეორე ტიპზე, რომელიც აი ამ ეპიზოდის დასაწყისში ვახსენე. ახლა ვისწავლით ზმნებს, რომლებიც საწყის ფორმაში ბოლავდება ოვაჩზე, ანუ რომელებსაც აქვთ დაბოლოება ოვაჩ. მაგალითად, პრაცოვაჩ, მუშაობა, გოტოვაჩ, მომზადება, კუპოვაჩ, ყიდვა. და რატომ ვუსვამ ხაზს აი ამ ოვაჩ დაბოლოებას? იმიტომ რომ ზმნები, რომლებსაც ეს დაბოლოება გააჩნიათ, ერთი პრინციპით, ერთი წესით იუღლებიან. მაგალითისთვის ავიღოთ ერთი ზმნა, ავხსნათ და თან ვაუღლოთ, აი მაგალითად პრაცოვაჩ, მუშაობა, ხო? ყველაზე ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული ზმნა. ესე იგი, ჩვენ აქამდე ვაშორებდით უღლებამდე ჩ ასობგერას, ხო? მერე კი უკვე ვაუღლებდით. ამ შემთხვევაში კი, რადგანაც არის ოვაჩზე დაბოლოებული, ჩვენ არა მარტო ჩ, არამედ ოვაჩ მთლიანად უნდა ჩამოვაშოროთ და ამის შემდეგ, რაც დაგვრჩება ფუძე, მერე უნდა დავამატოთ თავისი უღლების დაბოლოებები. ესე იგი, ამ შემთხვევაში პრაცოვაჩ, თუ ჩამოვაშორებთ ოვაჩ, რა დაგვრჩება ფუძე? დარჩება პრაც, ხო? ესე იგი, აი, ეხლა ამ ფუძეს უნდა დავამატოთ ყოველ პირში თავისი შესაბამისი დაბოლოებები. აქ კი ცოტათი სხვანაირია და უნდა დავიმახსოვროთ, უნდა დავიზეპიროთ თუ რომელ პირში რა დაბოლოება უნდა დავამატოთ ოვაჩზე დაბოლოებულ ზმნებს. ესე იგი, პირველი პირი მე ვმუშაობ. Ja პრაც არის ფუძე, ხო? ვუმატებთ დაბოლოებას uje. ესე იგი, ja pracuje. მე ვმუშაობ. მეორე პირი შენ მუშაობ. Ty ფუძე გვაქვს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ პრაც, არსა და არ ვცვლით. ვუმატებთ დაბოლოებას ujesz. ესე იგი, ფუძეს პლუს ujesz. Ty pracujesz. შენ მუშაობ. მესამე პირი ის მუშაობს. On, ან ona. ფუძე, რა თქმა უნდა, პრაც. Uje, უბრალოდ uje. Ona pracuje. ის მუშაობს. ახლა კი მრავლობითი, ანუ ჩვენ, თქვენ და ისინი. ჩვენ ვმუშაობთ. Mi, ანუ ჩვენ, პრაც ujemy დაბოლოება გვაქვს ამ შემთხვევაში. ესე იგი, mi pracujemy, ჩვენ ვმუშაობთ. ახლა კი თქვენ, თქვენ, პრაც, ფუძე, დაბოლოება გვექნება ujecie. ესე იგი, შევაერთოთ Wy pracujecie. თქვენ მუშაობთ. და ბოლო პირი oni, ან one, prac, ფუძე, დაბოლოება ują. Pracują. მუშაობენ. ესე იგი, მთავარია სწორად ჩამოაშოროთ ოვაჩ, ფუძეს სწორად აიღოთ და რაზმნაც არ უნდა შეგხვდეთ მსგავსი. აი ეს დაბოლოებები უნდა დაიზეპიროთ, რომ პირველ პირში ემატება uje, მეორეში ujesz. ეს ყველაფერი გექნებათ დღევანდელ კონსპექტშიც, ანუ მოკლე ჩანაწერშიც მოცემული, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აი ამ გადაცემის ეპიზოდის აღწერაში და გადმოწეროთ. შეგვიძლია ახლა შევამოწმოთ ჩვენი ცოდნა და ავიღოთ მსგავსი ზმნა და ერთად ვაუღლოთ და ვნახოთ რა გამოგვივა. მაგალითისთვის ავიღოთ კუპოვაჩ, ყიდვა. აი, ჩავსვათ პირველ პირში, როგორ იქნება მე ვყიდულობ. ესე იგი, როგორ ვიქცევით? გვაქვს კუპოვაჩ, არ ვაშორებთ მხოლოდ ჩს, რადგან ოვაჩზე ბოლავდება. ესე იგი, უნდა მოვაშოროთ მთლიანად ოვაჩ. დარჩება ფუძე რა? კუპ. კი ბატონო, კუპ. ახლა კი დაბოლოებები უნდა დავამატოთ ამ ფუძეს. პირველი პირი. მე ვყიდულობ Jakub. რას ვამატებთ? Jakupuje. კი ბატონო, Jakupuje. მეორე პირი. Ty kup ფუძე. რას ვამატებთ? Ujesz, ხო? Ty kupujesz. მესამე პირი, ანუ ის ყიდულობს
on, ona, კუპ, ფუძე, რას ვამატებთ? უე, ხო? on, კუპუე, ის ყიდულობს. ახლა კი გადავიდეთ მრავლობითში, ესე იგი ჩვენ, თქვენ და ისინი. მი, ანუ ჩვენ, კუპ, ფუძე, უემი, კუპუემი, ყიდულობთ. ვი, თქვენ, კუპ, რას ვამატებთ? ვისთან, ვის შემთხვევაში, როცა ვამბობთ თქვენ, უიეჩე, ხო? კუპუიეჩე. და ბოლოს oni, one, ისინი, ფუძე გვაქვს რა? კუპ, ვამატებთ? უიონ, ესე იგი, oni, one, კუპუიონ. ძალიან კარგი. აი, ასე პროდუქტიულად ვასრულებთ დღევანდელ ეპიზოდს. იმედია, ბევრი რამ ისწავლეთ და დაგეხმარებათ ეს მიღებული ცოდნა. თუ ჯერ არ გაწევრიანებულ ხართ ჩემს YouTube არხზე, გამოიწერე არხი, რადგან იქ გელოდება საინტერესო გაკვეთილები ვიდეოების სახით. დიდი მადლობა, რომ მისმენთ. გისურვებთ მშვიდობიან კვირა დღეს. Do usłyszenia!